მერთმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს და ასევე დღეს არის წმინდა დიდმოწამე კონსტანტინე კახის ხსენება, რომელიც ეწამა არაბთაგან და საოცარია ამ ადამიანის ცხოვრება და მისი აღსასრულიც. ის უკვე მოხუცებული იყო, 80 წელს იყო გადაცილებული, როდესაც მოწამეთა ღვაწლი თავს იდვა და იმდენად კეთილშობილი ადამიანი იყო, არა მხოლოდ თავისი ცხოვრებით და შინაგანი მოწყობით, არამედ გარეგნულადაც ახოვანი, ლამაზი შესახედაობის მოხუცი იყო, მთელი კეთილშობილება ეტყობოდა ამ ადამიანს და არაბებმა, როდესაც დაინახეს ეს ადამიანი, მისი ცხოვრების შესახებ შეიტყვეს, მათაც კი ვერ გაბედეს და ხელი ვერ აწიეს, რომ ეს ადამიანი მოეკლათ. და რა თქმა უნდა, მრავალი შესთავაზეს იმისათვის, რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინა და ეგონათ, რომ მისთვის ცხოვრება უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე სიცოცხლე უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე მისი თვითშეგნება, მისი სიყვარული ღვთისა და სიყვარული სამშობლოსი, სიყვარული მოყვასისა. და როდესაც უარი თქვა მან ყოველივეზე, ამის შემდგომ უკვე აწამეს და მოკლეს ეს მოხუცი ადამიანი, რომელმაც არ დათმო ის, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე ატარა თავის გულში. ყველის მოქმედება, რომელიც მან გასწია იერუსალიმიდან ვიდრე ანტიოქიამდე იყო. ეწეოდა ბერებსა და მონაზვნებს, აშენებდა დანგრეულ ეკლესია მონასტრებს, ეხმარებოდა ქვრივობოლსა და გლახაკს. და ასე იცხოვრა მთელი ცხოვრების მანძილზე და ეწია მოწამეთა გვირგვინს და ქრისტესთან ამგვარი შეხვედრა მისთვის კი არ იყო ტანჯვა, არამედ იყო სიხარული. ეს ამ შინაგანი სიხარულით მივიდა ის მოწამეობაზე. და აი წმინდა გიორგის დღესასწაული, რომელსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ, პირდაპირ კავშირშია წმინდა გიორგის ტანჯვასთან, მის ბორბალზე გაკვრასთან. თითქოს რო ვთქვათ, რა არის სასიხარულო, რა არის აღსანიშნავი ვიღაცა იტყვის, ეს ქრისტიანები და მართლმადიდებლები ან დალაგებულები არ არიან, ან სადისტები არიან, ან მაზოხისტები, ესე იგი რა არის საზეიმო იმაში, რომ ადამიანი იტანჯება, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ეს ტანჯვა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არის ნებაყოფლობითი და ღვთის სიყვარულით. აი როგორც აი დღეს შეიძლება ჩვენ არ გვესმის აი ზოგჯერ ადამიანებს, მაგრამ ჩვენთვის გასაგებ მაგალითს მოვიყვან. ადამიანს ძნელად შეუძლია თავის შვილზე უარის თქმა. აი რაც არ უნდა, ესე თქვათ, შვილი იყოს, რო იტყვიან, ნუ უარ გისიო, ასე ამ სიტყვას ვიხმარ და აი რაც არ უნდა ამწარებდე მშობელს, მშობელი ვერ იტყვეს იმას, რომ არა, ჩემი შვილი არ არისო. შეიძლება თქვას, ჩემი შვილია ხო, მაგრამ რაღაცა ვერ გავზარდე. მაგრამ არ იტყვის, რომ არ ვიცი, ჩემი შვილი არ არისო. და
აი ღმერთის უარყოფაც დაახლოებით ასე არის ძვირფასო ძმანო და დანო ეს მაგალითი მოვიყვანე რომ გასაგები იყოს რომ უარყოფ ის რაც ყველაზე შეთვის ძვირფასია და ჩვენ წინაპარს ეს შეგნება ქონდა ეს გრძნობა ქონდა იმიტომ რომ ცდილობდა ორი ცნება ყველაზე მთავარი უფლისა სიყვარული ღმერთის და სიყვარული მოყვასისა ეს აღესრულებინა და ამისათვის ცოცხლობდა და ამისათვის კვდებოდა იმიტომ რომ ამისათვის სიკვდილი ნამდვილად შეიძლება და ნამდვილად არის სასიხარულო და საამაყოც და ასე იცხოვრა ჩვენმა წინაპარმა ასეთი შეგნება ჰქონდა მას ჩვენ გადაუხვიეთ ამას თუნდაც აი ერთ მაგალითს მოვიყვან რომელიც დღეს სამწუხაროდ ძალიან გავრცელდა საქართველოში და არაფერი რო კითხო არა რას ამბობთ საერთოდ არანაირ არ არის უარყოფაზე ან ღალატზე ასე ვთქვათ უფლისა და ეკლესიის აი ეს ორგანიზაცია რო იყო გირჩი თუ არის ადრესაც არ ვიცი ახლა მიდიოდნენ ახალგაზრდები და ეწერებოდნენ მათთან იმისათვის რომ ჯარისაგან აერიდებინათ თავი და ხელს აწერდნენ რასა იქ აწერია ევანგელისტურ ბაპტისტური ორგანიზაცია ეკლესია და ხელს აწერს ამ ცნობას რომ ის არის ამ ორგანიზაციის სასულიერო პირი იმიტომ რომ კანონი სასულიერო პირს ანთავისუფლებს სამხედრო სამსახურიდან და ქვევით ხელს უწერს ზოგ შემთხვევაში ვიღაცა ეპისკოპოსად წოდებული, ვიღაცა მძლად წოდებული და დამთავრდა. ფულს იხდიდნენ, იღებდნენ ამ სიგელს და კანონით ჯარიდან თავისუფლებოდნენ. და ეს ხდებოდა საკუთარი ნებით. საკუთარი ნებით აბსოლუტურად მინდა ვთქვა, რომ აი გაუაზრებელი ეს ერთი რომ გაუაზრებელი, მაგრამ მაპატიეთ და ვიტყვი ასეთ სიტყვას გამოვიყენებ, ესე იგი ბრიყვული და მოღალატური ქმედება იყო ესა. თუ შენ ეს არ გესმის, უკაცრავად მაშინ ბრიყვი ყოფილხარ. და თუ გესმის და აკეთებ, მაშინ მოღალატე ყოფილხარ. და აი ამგვარად საკუთარი დებითა და ხელმოწერით უარს ამბობდნენ იმაზე, რომ იყვნენ ეკლესიის წევრები. მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები. და სამწუხაროდ ასეთი ახალგაზრდები 1 და 2 კი არ არის, არამედ 10,000-ზე მეტია. და დღეს ზოგიერთ დღესაც არ ესმის ეს. ზოგი ღვთისწყალობით მოვიდა. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ადამიანს ამ ქმედების შემდეგ არ ეკუთვნის ეკლესიის შვილობა, მაგას წეს ვერ შეუსრულებ. ვერანაირს, ვერც მონათლავ, ვერ ჯვარს დასწერ, ვერც წესსაუგებ, ვერც აზიარებ. იმიტომ რომ არ ეკუთვნის, ის თვითონ განუდგა თავის ეკლესიას. და ეს ახლა იმიტომ ვთქვი, რომ მოვიყვანო მაგალითი იმისა, თუ როგორ დაკნინდა ჩვენი ცნობიერება. თანამედროვე ქართველების ცნობიერება როგორი დაკნინებულია. ყველასი ერთად, აქ არა მნიშვნელობა უკეთესი ვიდრე არის თუ უარესი არა, ყველასი ერთად. და ამიტომაც ამ ტაძრის მშენებლობასაც, მის კურთხევასაც, წმინდა გიორგის დღესასწაულსაც აქვს მნიშვნელობა პირველი იმისა, რომ ჩვენი ცნობიერება აღდგეს ჩვენში სიყვარული
ღმერთის სიყვარული მოყვასის სამშობლოსა და ერის. და ამაში შეგვეწიონ ჩვენი ზეციური მფარველები, წმინდა დიდმოწამე გიორგი, წმინდა დიდმოწამე კონსტანტი კახი და ყველა ჩვენი ზეციური მფარველი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ოთარ შენელებს ტაძრის კურთხევას და მის ამოქმედებას. ვილოცავ ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ეპარქიას, ვილოცავ ჩვენს რაიონს, რომლის ხელმძღვანელის ბატონი კონსტანტინე დღეს ჩვენთან ერთად არის, საკრებულოს თავმჯდომარეც ბატონი მარლენიც. ვილოცავ ყველას, ვინც იშრომა, ვინც გულშემატკივარი იყო, ვიცი ბევრი გულშემატკივარი ყავდა ამ საქმეს, ძველი მრევლი, ვინც ჯერ კიდე დადიოდა საკათედრო ტაძარში წლების მანძილზე, ოთარ შენელები და წლების წინ ჰქონდათ მათ ცდელობა აქ ტაძრის აშენების და დაიწყეს კიდევაც. ვილოცავ მამა გიორგის ტაძრის წინამძღვარს, ვილოცავ მამა გრიგოლს, რომელიც აქ მსახურობდა, ყველას, აი ვინც ერთობლივად ამ საქმეს საფუძველიც ჩაუყარა, ბოლომდე მიიყვანა და ყველას ვისაც გაუხარდა დღევანდელი დღე. მერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძბანო და დანო და დავლოცავ კიდევ ერთხელ ბატონ ალექსანდრეს და ბატონ ამერანს და მადლობას მომახსენებ, რომ ეს სიხარული მიანიჭეს მრავალ ადამიანს, მიანიჭეს ამ სოფელს, მიანიჭეს ჩვენს სამშობლოს. რამე თუ როგორც თქვი, რომ ისეთი შტაბეჭდილებაა, რომ თითქოს ეს ტაძარი აქ მუდმივად იყო. რომ უყურებდა მრავალი ადამიანი ამ გზაზე მიმავალი პირჯვარს გადაიწერს და შეიწევს წმინდა დიდმოწამე გიორგის. მერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ჩვენთან არს ღმერთი.